ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერგში იმყოფებოდა. მინისტრი დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა და მოისმინა მათი საჭიროებები. მინისტრი გაეცნო მდინარე ყარნებაზე წყლის შეგუბებისა და ღვარცოფული პროცესების ლიკვიდაცია პრევენციის სამუშაოებს, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთავრობის დავალებით აგვისტოდან ახორციელებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველადი დახმარების მიზნით 46 დაზარალებულ ოჯახს ბიუჯეტიდან 87,200 ლარი გამოყო. დაზარალებული ოჯახები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლის ქირით, ხოლო დანარჩენ ოჯახებს აქვს ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი ფართი. ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება არც ერთი ოჯახი. როგორც მინისტრმა განაცხადა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხო საცხოვრისის საკითხზე, ოჯახებს მიეცემათ არჩევანი, მიიღონ ახალი საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია. მისივე თქმით, როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გზების გაზიფიცირების, ახალი ელექტროქსელების მოწყობისა და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისათვის.